პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დაკავებას მოჰყვა, გიორგი ხუხაშვილი პასუხობს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველის მიმართვაში ნათქვამია. ვიზიარებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების პათოსს და მოვითხოვ მთელი ამ ისტორიის სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას. გამოძიებულ უნდა იქნეს როგორც ჩემი შემხებლობა ამ ბინძური ჩანაწერის გავრცელებასთან, ასევე ყველა იმ და სხვა ბრალდების გარემოებები, რომელიც ისმოდა ჩემი მისამართით მთელი ამ კამპანიის განმავლობაში. გამოძიებულ უნდა იქნეს ჩემი მხრიდან ბიზნესთან შესაძლო გარიგებების და მასზე ზეწოლის ყველა ფაქტი, რაზეც იყო საუბარი ამ ხნის განმავლობაში და შესაძლოა იყოს მომავალშიც. საუბრობ ბიზნესზე და არა სახელისუფლებო ბერკეტების ბოროტად გამოყენებით სახელმწიფო რესურსების პირადი ან პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მითვისებაზე. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ, რამდენადაც არ უნდა აწუხებდეს ეს ნაციონალურ მოძრაობას თუ სხვა ინტერეს ჯგუფებს. ბოდიშს მოვუხდი ყველა ჟურნალისტს, მაგრამ ამ მომენტიდან გამოძიების დასრულებამდე თავს შევიკავებ საკითხის კომენტირებისგან, რათა ეს არ იყოს აღქმული გამოძიებაზე ზეწოლად ჩემი ლეგენდარული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. და ბოლოს გამომდინარე იქედან, რომ ბრალდებები გასცდა იმ ფარგლებს, რაც ითვალისწინებს საჯარო პირის მხრიდან თმენის ვალდებულებას, გამოძიების დასრულების შემდეგ ვიტოვებ უფლებას დავაყენო ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდა ცრუ წყაროს მთელ ამ ისტორიაში, აცხადებს გიორგი ხუხაშვილი.